წარმოიდგინეთ, 1993 წლის აგვისტოს სოხუმის პორტი. რუსული სადესანტო გემები ერთი მეორის მიყოლებით ჩამოდიან ნავსადგურში და ქართველი ჯარისკაცები ცრემლებით სავსე-თვალებით თვირთავენ მათზე ტანკებს, არტილერიას, ყველაფერს, რაც ერთი თვის წინ აფხაზური შეტევის მოგერიებაში დაეხმარა. ზოგიერთი მათგანი ხმამაღლა ტირის. სხვები ჩუმად ლოცულობენ. ერთი ახალგაზრდა ოფიცერი, რომლის სახელიც არასდროს მოხვდება ისტორიის წიგნებში, ჩუმად ამბობს თავის მეგობარს, ჩვენ ვიცით რა მოხდება. ისინი დაბრუნდებიან. და ჩვენ აღარაფერი გვექნება, რითაც დავიცვათ ქალაქი. მაგრამ ბრძანებაა. ტექნიკა უნდა გაიტანონ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხომ ხელმოწერილია. მშვიდობა ხომ დამყარდა. ან ასე ამბობდნენ თბილისიდან. ხოლო იმ დროს, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა, ერთი ადამიანი, რომელიც ერთი თვის წინ ტელევიზიით ყვიროდა, რომ სოხუმს არასდროს დათმობდა, რომ ბოლო წვეთამდე იბრძოლებდა, უკვე თბილისში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილის კაბინეტში, უსაფრთხოდ შორს ფრონტის ხაზისგან. თამაზ ნადარეიშვილი. ადამიანი, რომლის სახელი დღემდე იწვევს ბრაზს ათასობით დევნილში. რატომ? რა მოხდა 1993 წლის ივლისში, რომ ომის ყველაზე რადიკალური მომხრე უეცრად გაჩუმდა და თბილისში გადავიდა? რა იცოდა მან, რაც ჩვენ არ ვიცოდით? და ყველაზე მთავარი, იყო თუ არა მისი დუმილი ფასი, რომელიც გადაიხადა საკუთარი სიცოცხლისა და კარიერის გადასარჩენად. 1993 წლის ივლისის პირველ ორ კვირაში სოხუმი ცეცხლმა მოიცვა. აფხაზურმა და რუსულმა შენაერთებმა, გაძლიერებული ჩრდილოკავკასიელი მებრძოლებით და რუსული სამხედრო ტექნიკით, ერთდროულად სამი მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა. ტამიშის დესანტი, შრომა კამანის მიმართულება, გუდაუთიდან წნეხი. ქალაქი ალყაში ექცეოდა. ქართული ჯარი, დაქანცული, ცუდად აღჭურვილი, მაგრამ სასოწარკვეთილი, იცავდა თითოეულ ქუჩას, თითოეულ სახლს. დანაკარგები საშინელი იყო. მაგრამ ქალაქი არ დაეცა. უფრო მეტიც, ივლისის შუა რიცხვებისთვის აფხაზური შეტევა ამოიწურა. მოწინააღმდეგე გამოფიტული იყო, რეზერვები ამოწურული. სამხედრო მეთაურები, გია ყარყარაშვილი და სხვები, ხედავდნენ, რომ ახლა, ამ მომენტში, შესაძლებელი იყო კონტრშეტევაზე გადასვლა. ფრონტის ხაზი შეიძლებოდა გაგანიერებულიყო. გუდაუთა, აფხაზური ძალების მთავარი ბაზა, მიღწევადი იყო. ეს იყო ის მომენტი, როდესაც ომის მიმდინარეობა შეიძლებოდა შეცვლილიყო. მაგრამ ამ მომენტში, როდესაც ფრონტზე ჯარისკაცები ელოდნენ ბრძანებას შეტევისთვის, თბილისში სხვა გადაწყვეტილებები მიიღებოდა. ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან. ბორის პასტუხოვი, რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, თბილისში ჩამოფრინდა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა. და ამ მოლაპარაკებების შედეგად დაიბადა დოკუმენტი, რომელიც შემდგომში სოჭის შეთანხმებად დაერქვა. ცეცხლის შეწყვეტა. ძალთა დაშორიშორება. და ყველაზე კრიტიკული პუნქტი, ქართული მძიმე ტექნიკის სოხუმიდან გაყვანა. ოფიციალურად ეს იყო მშვიდობის ნაბიჯი. რეალურად, როგორც ამას მოგვიანებით ბევრი სამხედრო მეთაური აღიარებდა, ეს იყო განიარაღება. მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა რაღაც, რაც დღემდე იწვევს კითხვებს. 1993 წლის 18 ივლისი. თამაზ ნადარეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ადამიანი, რომელიც ომის დაწყებიდან ყველაზე რადიკალურ პოზიციას იკავებდა, მოულოდნელად აცხადებს გადადგომას. ოფიციალური მიზეზი, ჯანმრთელობის გაუარესება, მიოკარდიუმის ინფარქტი. მაგრამ რამდენად რეალური იყო ეს ინფარქტი? და რატომ მოხდა ეს სწორედ ახლა, როდესაც ფრონტზე ვითარება პირველად ქართული მხარის სასარგებლოდ იცვლებოდა? თამაზ ნადარეიშვილი იყო ადამიანი, რომელიც ომის განმავლობაში სიმბოლოდ იქცა. მისი გამოსვლები ტელევიზიით, ხისტი, კატეგორიული, კომპრომისის გარეშე, აძლევდა ხალხს იმედს, რომ სოხუმი არასდროს დაეცემოდა. ჩვენ ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ, სოხუმს არასდროს დავთმობთ, ყოველი მტერი, რომელიც ამ ქალაქში შემოვა, აქედან აღარ გამოვა, ეს იყო ის ფრაზები, რომლებიც ის ხშირად იმეორებდა. მაგრამ ივლისის 18-ს, როდესაც მან გადადგომა გამოაცხადა, ეს რიტორიკა უეცრად გაქრა. მის ნაცვლად დაინიშნა ჟიული შარტავა, ადამიანი, რომელიც მანამდე არ იყო ასე მაღალ პოზიციაზე, მაგრამ რომელსაც ბედმა განუსაზღვრა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფიგურა ამ ომში. შარტავა მივიდა სოხუმში იმ მომენტში, როდესაც ქალაქის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
არსებობს ვერსია, რომელსაც ბევრი იმდროინდელი პოლიტიკოსი და სამხედრო მხარს უჭერს, რომ რუსეთმა ედუარდ შევარდნაძეს პირდაპირი ულტიმატუმი წაუყენა. პაվել გრაჩოვი და ბორის პასტუხოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ამბობდნენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ გაფორმდება, სანამ აფხაზეთის მთავრობის სათავეში ნადარეიშვილი დგას. ის ძალიან რადიკალურია. ის ძალიან საშიშია მოლაპარაკებებისთვის. მოაშორეთ იგი. და შევარდნაძემ, რომელსაც სჭირდებოდა ეს შეთანხმება, რომელსაც სჭირდებოდა რუსეთის გარანტიები, დათანხმდა. ნადარეიშვილს შესთავაზეს გარიგება, გადადგომა ჯანმრთელობის მიზეზით და სანაცვლოდ უსაფრთხო გადასვლა თბილისში, მაღალი პოსტი მთავრობაში. ალტერნატივა? დარჩენა სოხუმში, იმ ქალაქში, რომლისგან იარაღებაც უკვე გადაწყვეტილი იყო. დარჩენა იქ, სადაც რამდენიმე კვირაში ჯოჯოხეთი დაიწყებოდა. ნადარეიშვილმა არჩევანი გააკეთა. მან არჩია სიცოცხლე. მან არჩია კარიერა. მან არჩია დუმილი. 1993 წლის 27 ივლისს სოჩში ხელი მოეწერა შეთანხმებას. დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ იწოდებოდა, რეალურად იყო საქართველოს კაპიტულაცია. მთავარი პუნქტი: ქართული მძიმე ტექნიკა, ტანკები, артილერია, ყველაფერი, რაც ივლისის შეტევის მოგერიებაში გამოიყენეს, უნდა გაეტანათ სოხუმიდან. ძალთა დაშორიშორების მიზნით. დემილიტარიზაციის მიზნით. რუსეთი გარანტირებდა, რომ აფხაზური მხარეც იგივეს გააკეთებდა. რუსეთი გარანტირებდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დაცული იქნებოდა. რუსეთი გარანტირებდა მშვიდობას. ეს იყო ის გარანტიები, რომლებსაც შევარდნაძე ენდობოდა. ან თვლიდა, რომ ენდობოდა. ან უბრალოდ არ ჰქონდა სხვა არჩევანი. აგვისტოს განმავლობაში დაიწყო პროცესი, რომელიც ქართველ ჯარისკაცებს გული უსკდებოდათ. რუსული სადესანტო გემები ჩამოდიოდნენ სოხუმის პორტში. ქართული ტანკები, артილერიული ქვემეხები, ყველაფერი ეტანებოდა მათზე. ოფიციალურად გადასატანად ფოთში და ოჩამჩირეში. რეალურად, რომ ქალაქი დაუცველი დარჩენილიყო. ჯარისკაცები, რომლებიც ამ ტექნიკას ტვირთავდნენ, იცოდნენ, რა ხდებოდა. ბევრი მათგანი ტიროდა. ზოგიერთი ხმამაღლა, ზოგიერთი ჩუმად. ერთმა ახალგაზრდა ოფიცერმა, რომლის სახელიც დღეს უკვე არავის ახსოვს, თავის მეგობარს უთხრა: ჩვენ ვიცით, რომ ისინი დაბრუნდებიან. და ჩვენ აღარაფერი გვექნება. მაგრამ ბრძანებაა. და ბრძანება მოდიოდა თბილისიდან. იქიდან, სადაც თამაზ ნადარეიშვილი უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილის კაბინეტში იჯდა. იქიდან, სადაც ის უსაფრთხოდ იმყოფებოდა, შორს იმ ქალაქისგან, რომლის დაცვას ერთი თვის წინ ფიცდებდა. რატომ ჩუმობდა ნადარეიშვილი აგვისტოში? რატომ არ გამოსულა ტელევიზიით და არ უთხრა ხალხს: ეს შეთანხმება ღალატია? რატომ არ დაუბრუნდა სოხუმს, თუ მართლა სჯეროდა, რომ ქალაქი უნდა დაცულიყო ბოლომდე? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ მან იცოდა. იცოდა, რომ სოხუმი დაეცემოდა. იცოდა, რომ სოჭის შეთანხმება არ იყო მშვიდობა, არამედ დროის მოგება აფხაზური მხარისთვის. იცოდა, რომ რუსეთის გარანტიები ფურცელზე დაწერილი სიტყვები იყო, რომლებსაც არავინ აპირებდა შესრულებას. და მან არჩია არ ყოფილიყო იქ, როდესაც ეს ყველაფერი მოხდებოდა. მან არჩია გადარჩენა. აგვისტოში სოხუმში უცნაური, დამთრგუნველი სიჩუმე ჩამოვარდა. ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა. ფრონტის ხაზზე სროლა შეწყდა. ქალაქში დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნება. ადამიანები, რომლებიც ივლისში გაიქცნენ, ბრუნდებოდნენ თავიანთ სახლებში. სკოლები ემზადებოდნენ 1 სექტემბერს. მაღაზიები იხსნებოდნენ. ქუჩებში ბავშვები თამაშობდნენ. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ომი მართლაც დამთავრებულიყო. მაგრამ ეს იყო მახე. სასიკვდილო, საშინელი მახე, რომელიც პოლიტიკოსებმა დაუგეს საკუთარ ხალხს. იმ დროს, როდესაც სოხუმში ადამიანები ბრუნდებოდნენ და ელოდნენ მშვიდობას, გუდაუთაში, აფხაზური ძალების მთავარ ბაზაში სხვა პროცესები მიმდინარეობდა. ახალი მებრძოლები ჩამოდიოდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან. ახალი იარაღი მოდიოდა რუსეთიდან. ახალი გეგმები იხატებოდა. და ყველა ელოდა ერთ რამეს, როდის დასრულდებოდა ქართული ტექნიკის გატანა სოხუმიდან. როდის დარჩებოდა ქალაქი სრულიად დაუცველი. ჟიული შარტავა, ადამიანი, რომელიც ნადარეიშვილის ჩანაცვლებით სოხუმში ჩამოვიდა, ხედავდა რა ხდებოდა. ის იღებდა ინფორმაციას დაზვერვისგან, რომ აფხაზური მხარე არ აპირებდა შეთანხმების შესრულებას.
ის ითხოვდა თბილისს, რომ შეეჩერებინა განიარაღება. მაგრამ თბილისიდან პასუხი იყო ერთი და იგივე: შეთანხმება უნდა შესრულდეს. რუსეთი გარანტირებს უსაფრთხოებას. შარტავა იცოდა, რომ ეს სიცრუე იყო. მაგრამ მას არ ჰქონდა უფლება არ დაემორჩილებინა. ის იყო ადამიანი, რომელიც მივიდა იმ ადგილას, საიდანაც ნადარეიშვილი წავიდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ბედმა განუსაზღვრა ყოფილიყო იქ, როდესაც ყველაფერი ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა. და ის იქ დარჩა. ბოლომდე. 1993 წლის 16 სექტემბერი. აფხაზურმა ძალებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტა და ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს სოხუმზე. ქალაქი, რომელსაც აღარ ჰქონდა ტანკები, არტილერია, არაფერი, რითაც თავი დაეცვა, ჩავარდა ქაოსში. ქართული ჯარი, რომელსაც დარჩა მხოლოდ მსუბუქი იარაღი, ცდილობდა თითოეული ქუჩის დაცვას, მაგრამ ეს უკვე უიმედო ბრძოლა იყო. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ჟიული შარტავა, ადამიანი, რომელიც ბოლომდე დარჩა მინისტრთა საბჭოს შენობაში, დახვრიტეს. მისი სხეული იპოვეს ნანგრევებში. ის არ გაიქცა. ის არ ჩაიმალა. ის დარჩა იქ, სადაც ნადარეიშვილი უნდა ყოფილიყო. იმ დროს, როდესაც სოხუმი ცეცხლში იყო, როდესაც ათასობით ადამიანი იღუპებოდა ქუჩებში, როდესაც ასობით ათასი დევნილი გზას უდებდა მთებში, თამაზ ნადარეიშვილი თბილისში იმყოფებოდა. უსაფრთხოდ. მთავრობის შენობაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილის კაბინეტში. ის გადარჩა. ის გააგრძელა კარიერა. წლების განმავლობაში ის თბილისიდან იბრუნებდა აფხაზეთს გამოსვლებით, განცხადებებით, დაპირებებით. მაგრამ ის არასდროს უპასუხა ერთ კითხვას: რატომ წავიდა სწორედ მაშინ? რა იცოდა ივლისში, რაც სხვებმა სექტემბერში გაიგეს? იყო თუ არა მისი დუმილი აგვისტოში, როდესაც სოხუმს განიარაღებდნენ, ნაწილი გარიგებისა, რომელიც შევარდნაძემ რუსეთთან დადო? გაყიდა თუ არა მან სოხუმი საკუთარი სიცოცხლისა და კარიერის სანაცვლოდ? დღეს, 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ათასობით დევნილი ჯერ კიდევ ელოდება პასუხს ამ კითხვებს. ისინი ახსოვთ ის დღეები, როდესაც ნადარეიშვილი ტელევიზიით ყვიროდა, სოხუმს არასდროს დავთმობთ. ისინი ახსოვთ აგვისტო, როდესაც ის გაჩუნდა. ისინი ახსოვთ სექტემბერი, როდესაც ქალაქი დაეცა. და ისინი ახსოვთ, რომ ნადარეიშვილი გადარჩა, ხოლო ჟიული შარტავა, ადამიანი, რომელიც მის ადგილას მივიდა, დაიღუპა. ისტორია არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხებს. არსებობს ვერსია, რომ ნადარეიშვილს მართლაც ჰქონდა მძიმე ინფარქტი და ფიზიკურად ვეღარ მართავდა პროცესებს. არსებობს ვერსია, რომ რუსეთმა მოითხოვა მისი მოშორება და შევარდნაძემ დაემორჩილა. არსებობს ვერსია, რომ ნადარეიშვილი დაარწმუნეს, რომ სოჭის შეთანხმება მართლაც მოიტანდა მშვიდობას. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელსაც ბევრი იმ ადამიანი, ვინც იქ იყო, მხარს უჭერს. ვერსია, რომ ნადარეიშვილმა იცოდა. იცოდა, რომ სოხუმი დაეცემოდა. იცოდა, რომ შეთანხმება ღალატი იყო. და მან არჩია არ ყოფილიყო იქ, როდესაც ეს მოხდებოდა. მან არჩია გარიგება, დუმილი სიცოცხლის სანაცვლოდ. თბილისში კაბინეტი სოხუმის სანაცვლოდ. გადარჩენა ხალხის სანაცვლოდ, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. ეს არის ის ვერსია, რომელიც ყველაზე მტკივნეულია. რადგან თუ ეს მართალია, მაშინ სოხუმის დაცემა არ იყო მხოლოდ სამხედრო მარცხი. ეს იყო ღალატი. ღალატი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ენდობოდნენ, რომ მათი ლიდერები ბოლომდე იბრძოლებდნენ. ღალატი იმ ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც სტიროდნენ, როდესაც ტანკებს გემებზე ტვირთავდნენ. ღალატი ჟიული შარტავას მიმართ, რომელიც დარჩა იქ, სადაც ნადარეიშვილი უნდა ყოფილიყო. და ეს არის ის კითხვა, რომელსაც ისტორია ჯერ კიდევ არ უპასუხა, შეიძლება თუ არა ადამიანმა გაყიდოს მთელი ქალაქი საკუთარი გადარჩენის სანაცვლოდ. და თუ შეიძლება, რა არის ამის ფასი? წარმოიდგინეთ ოთახი თბილისში, სადაც 1993 წლის აგვისტოს ერთ-ერთ საღამოს 5 ადამიანი იკრიბება. არაოფიციალურ შეხვედრაზე, არასამთავრობო სხდომაზე, უბრალოდ ერთმანეთის სახლში, სადაც არავინ ჩაწერს, რასაც ისინი ამბობენ. ერთი მათგანი, ყოფილი სამხედრო, რომელიც ივლისში სოხუმის ქუჩებში იბრძოდა და ხედავდა, როგორ იხოცებოდნენ მისი ადამიანები. მეორე, დიპლომატი, რომელიც სოჭის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა და იცის, რა ნათქვამი იყო დახურულ კარს მიღმა. მესამე, ჟურნალისტი, რომელსაც აქვს ჩანაწერები ნადარეიშვილის ყველა გამოსვლისა ტელევიზიით. მეოთხე, ექიმი, რომელიც ნადარეიშვილს ივლისში ათვალიერებდა. მეხუთე, ადამიანი, რომელიც უბრალოდ მოусმენს, რადგან მას ოჯახი დაკარგა სოხუმში და უნდა იცოდეს ჭეშმარიტება.
ისინი საუბრობენ ჩუმად, რადგან ეს საუბარი საშიშია. საუბრობენ იმაზე, რაც ოფიციალურად არასდროს ითქმება. საუბრობენ იმაზე, რა მოხდა მართლა ივლისში, როდესაც ნადარეიშვილი ავად გახდა. და ის, რასაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ ამ საღამოს ხატავს სურათს, რომელიც ოფიციალურ ვერსიას სრულიად ეწინააღმდეგება. სამხედრო ამბობს, ივლისის 14-ს, როდესაც აფხაზური შეტევა მოვიგერიეთ, ჩვენ შეგვეძლო კონტრშეტევაზე გადასვლა. მე ვთხოვდი ბრძანებას. ყველა ვთხოვდით. მაგრამ ბრძანება არ მოვიდა. და 2 დღის შემდეგ ნადარეიშვილი გაქრა. დიპლომატი ამბობს, სოჩში, როდესაც პასტუხოვი შევარდნაძესთან საუბრობდა, მან პირდაპირ უთხრა, ნადარეიშვილი უნდა წავიდეს. თუ არა, შეთანხმება არ იქნება. ექიმი ამბობს, მე ვათვალიერე ნადარეიშვილი ივლისის 7-ს. მას არანაირი ინფარქტის ნიშანი არ ჰქონდა. ჯანმრთელი კაცი იყო. დაღლილი, დაძაბული, დიახ. მაგრამ ინფარქტი? არა. ჟურნალისტი ამბობს, ივლისის 15-ს მე ვესაუბრე ნადარეიშვილს ტელეფონით. ის ამბობდა, რომ მალე დიდი გამოსვლა იქნებოდა, სადაც გამოაცხადებდა, რომ ომი გაგრძელდებოდა გამარჯვებამდე. 2 დღის შემდეგ მან გადადგომა გამოაცხადა. და ის მეხუთე ადამიანი, რომელსაც ოჯახი დაკარგა, უბრალოდ ზის და უსმენს. და ცრემლები ჩუმად მიუდის მის ლოყებზე, რადგან ის იწყებს გაგებას, მისი ოჯახი მოკვდა არა იმიტომ, რომ ომი წაგებული იყო, არამედ იმიტომ, რომ ომი გაყიდული იყო. მაგრამ რა არის ჭეშმარიტება? რა მოხდა მართლა 1993 წლის ივლისის შუა რიცხვებში, როდესაც თამაზ ნადარეიშვილი, ადამიანი, რომელიც ომის სიმბოლო იყო, უეცრად გაქრა პოლიტიკური სცენიდან. არსებობს დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად არასდროს გამოქვეყნებულა, მაგრამ რომლის არსებობაც დადასტურებულია რამდენიმე წყაროს მიერ. ეს არის ჩანაწერი შიდა შეხვედრისა, რომელიც გაიმართა თბილისში ივლისის 16-ს, 2 დღით ადრე, ვიდრე ნადარეიშვილმა გადადგომა გამოაცხადა. შეხვედრაზე იყვნენ ედუარდ შევარდნაძე, ბორის პასტუხოვი, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი გია ყარყარაშვილი, თავდაცვის მინისტრი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. ჩანაწერის თანახმად, რომელიც შემდგომში გაჟონა ერთ-ერთი მონაწილის მიერ, პასტუხოვმა პირდაპირ განაცხადა, რუსეთი მზად არის გარანტირება მისცეს ცეცხლის შეწყვეტას. მაგრამ ჩვენ ვერ ვიმუშავებთ ნადარეიშვილთან. ის ძალიან არასტაბილურია. ის ძალიან რადიკალურია. თუ ის რჩება აფხაზეთის მთავრობის სათავეში, ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიებს, რომ აფხაზური მხარე დაემორჩილება შეთანხმებას. ეს იყო ულტიმატუმი. არა პირდაპირი, არა ოფიციალური, მაგრამ სრულიად გასაგები. შევარდნაძეს სჭირდებოდა ეს შეთანხმება. საქართველო იყო ეკონომიკურ კოლაფსში. ქვეყანა იყო სამოქალაქო ომის ზღვარზე. აფხაზეთის ფრონტი იყო მხოლოდ ერთი რამდენიმე კრიზისიდან. და რუსეთის თავაზობდა გამოსავალს, ცეცხლის შეწყვეტას, მშვიდობას, დროს. ფასად. ერთი ადამიანის მოშორება. ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან ხმამაღლა ყვიროდა, ძალიან მტკიცედ ითხოვდა გამარჯვებას, ძალიან საშიშო იყო იმ გეგმისთვის, რომელიც რუსეთს ჰქონდა აფხაზეთისთვის. და შევარდნაძემ დათანხმდა. არა იმიტომ, რომ ის ბოროტი იყო. არა იმიტომ, რომ ის ღალატი უნდოდა. არამედ იმიტომ, რომ ის სჯეროდა, ან უნდოდა სჯეროდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა ომის შესაჩერებლად. ის სჯეროდა რუსეთის გარანტიებს. ის სჯეროდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოიტანდა მშვიდობას. ის სჯეროდა, რომ ერთი ადამიანის მსხვერპლი, თუნდაც ეს ადამიანი ნადარეიშვილი ყოფილიყო, იყო მისაღები ფასი ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად. მაგრამ რა იფიქრა ნადარეიშვილმა, როდესაც მას ეს შესთავაზეს? არსებობს ერთი მოწმის ჩვენება ადამიანისა, რომელიც ახლოს იყო ნადარეიშვილთან იმ დღეებში, რომელიც აღწერს, რა მოხდა. ივლისის 18-ს, გვიან საღამოს, ნადარეიშვილთან სახლში მივიდა ადამიანი თბილისიდან. ოფიციალური კურიერი არ იყო, არამედ ვიღაც, ვინც პირად წერილს მოაქვს შევარდნაძისგან. წერილში, რომელიც არასდროს გამოქვეყნებულა, ეწერა დაახლოებით შემდეგი: თამაზ, სიტუაცია კრიტიკულია. რუსეთი მზად არის მშვიდობის გარანტირებაზე, მაგრამ მათ სჭირდებათ ნდობა. შენი პოზიცია, რომელსაც მე პატივს ვცემ, ხდის ამ ნდობის აგებას შეუძლებელს. მე გთხოვ, გადადგე ჯანმრთელობის მიზეზით. ეს არის დროებითი ნაბიჯი. შენ მიიღებ მაღალ პოსტს თბილისში. და როდესაც მშვიდობა დამყარდება, შენ დაბრუნდები. ნადარეიშვილმა წაიკითხა ეს წერილი. და მოწმის თანახმად დიდხანს ჩუმად იჯდა. შემდეგ კი უთხრა კურიერს, უთხარი შევარდნაძეს, რომ მე ვიცი რა ხდება.
მე ვიცი, რომ ეს შეთანხმება არის ღალატი. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ თუ მე არ დავთანხმდები, ის მაინც გააკეთებს ამას. და მაშინ მე უბრალოდ მოვკვდები სოხუმში, როდესაც ქალაქი დაეცემა. ასე რომ მე დავთანხმდები. მაგრამ ის უნდა იცოდეს, ეს სისხლი მის ხელებზეა, არა ჩემზე. ეს იყო არჩევანი, რომელიც ნადარეიშვილმა გააკეთა. არა გმირული არჩევანი. არა ის არჩევანი, რომელსაც ხალხი მოელოდა. მაგრამ არჩევანი, რომელიც მისი თვალსაზრისით იყო ერთადერთი რაციონალური. მაგრამ იყო თუ არა ეს მართლა ერთადერთი არჩევანი. რა მოხდებოდა, რომ ნადარეიშვილი უარს ეთქვა? რა მოხდებოდა, რომ ის დარჩენილიყო სოხუმში და ღიად გამოსულიყო ტელევიზიით განცხადებით, შევარდნაძე გვყიდის რუსეთს. სოჭის შეთანხმება არის კაპიტულაცია. ჩვენ არ უნდა გავიტანოთ იარაღი სოხუმიდან, რადგან ეს იქნება ჩვენი სასიკვდილო განაჩენი. ამ კითხვაზე პასუხი არავინ იცის, რადგან ნადარეიშვილმა ეს არ გააკეთა. მან არჩია დუმილი. მან არჩია ავადმყოფობა. მან არჩია თბილისში გადასვლა. და ამ არჩევანმა გადაარჩინა მისი სიცოცხლე, მაგრამ დაკარგა მისი რეპუტაცია. დღეს 30-ზე მეტი წლის შემდეგ ათასობით დევნილი ახსოვს ნადარეიშვილი არა როგორც ადამიანი, რომელიც ცდილობდა გადარჩენას რაციონალური გადაწყვეტილებით, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც გაიქცა. როგორც ადამიანი, რომელიც ყვიროდა ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ როდესაც დრო მოვიდა ბრძოლისა, გაქრა. როგორც ადამიანი, რომელმა გაცვალა სოხუმი თბილისის კაბინეტზე. და ყველაზე მტკივნეული ამ ყველაფერში არის ის, რომ შესაძლოა ისინი მართალი არიან. შესაძლოა ნადარეიშვილს მართლა ჰქონდა არჩევანი. შესაძლოა მას შეეძლო დარჩენილიყო. შეეძლო ებრძოლა. შეეძლო ეთქვა ჭეშმარიტება. მაგრამ ამის ფასი იქნებოდა მისი საკუთარი სიცოცხლე. და ის არ იყო მზად გადაეხადა ეს ფასი. ეს არის ის განსჯა, რომელსაც ისტორია აძლევს მას. და ეს არის ის განსჯა, რომელსაც ის არასდროს ვერ გაექცევა. აგვისტოში, როდესაც სოხუმიდან ტექნიკა გადიოდა, ქალაქში ერთი უცნაური ფენომენი დაიწყო. ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ, როგორ ტვირთავდნენ ტანკებს გემებზე, იწყებდნენ საუბარს ერთმანეთთან. ჩუმად, სახლებში, ქუჩებში, ბაზრებში. ისინი ეკითხებოდნენ ერთმანეთს, რატომ ხდება ეს? რატომ გვართმევენ იარაღს, როდესაც ომი ჯერ არ დამთავრებულა და პასუხი, რომელსაც ისინი ერთმანეთს აძლევდნენ, იყო ყოველთვის ერთი და იგივე, რადგან თბილისმა გადაწყვიტა. რადგან შევარდნაძემ დაუჯერა რუსეთს. რადგან ნადარეიშვილი აღარ არის აქ, რომ შეაჩეროს ეს. ნადარეიშვილის სახელი იყო ყველგან. არა როგორც გმირისა, არამედ როგორც მოჩვენებისა. როგორც ადამიანისა, რომელიც უნდა ყოფილიყო აქ, მაგრამ არ იყო. როგორც ადამიანისა, რომელიც დაპირდა ბრძოლას, მაგრამ გაიქცა. და ყველაზე მტკივნეული იყო ის, რომ ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ის, ვინც ნადარეიშვილს პირადად იცნობდა, ცდილობდა მის დაცვას. ისინი ამბობდნენ, მას ინფარქტი ჰქონდა. მას არ შეეძლო დარჩენა. ან, მას აიძულეს წასვლა. ეს არ იყო მისი არჩევანი. მაგრამ ეს არგუმენტები ჟღერდა სულ უფრო სუსტად, რადგან ფაქტები იყო შეუბრალებელი. ნადარეიშვილი წავიდა ივლისში. სოხუმი დაეცა სექტემბერში. და იმ ორ თვეში, რაც ამ ორ მოვლენას შორის გავიდა, ის ჩუმობდა. ის არ გამოსულა ტელევიზიით გაფრთხილებით. ის არ დაუბრუნდა სოხუმს. ის არ ებრძოდა შეთანხმებას, რომელიც, როგორც მან თავად იცოდა, იყო კაპიტულაცია. ის უბრალოდ იჯდა თბილისში, უსაფრთხოდ და ელოდა. ელოდა იმას, რაც მან იცოდა, რომ მოხდებოდა. არსებობს ერთი დოკუმენტი, რომელიც ამ ყველაფერს განსაკუთრებულ სინათლეს ჰფენს. ეს არის პირადი დღიური ერთი ქართველი ოფიცრისა, რომელიც სოხუმში იყო აგვისტოში და გადარჩა სექტემბრის ხოცვა-ჟლეტას. დღიური გამოქვეყნდა წლების შემდეგ და მასში არის ერთი ჩანაწერი, დათარიღებული 1993 წლის აგვისტოს 25. ოფიცერი წერს, დღეს ჩვენ გავიტანეთ ბოლო არტილერიული ქვემეხები. ჯარისკაცები ტიროდნენ. ერთმა მათგანმა, ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც ოჯახი აქვს სოხუმში, მითხრა, მე ვიცი რა მოხდება. ისინი დაბრუნდებიან. და ჩვენ აღარაფერი გვექნება, რითაც დავიცვათ ჩვენი ოჯახები. მაგრამ ბრძანებაა. და ბრძანება მოდის თბილისიდან, სადაც ნადარეიშვილი ზის თავის კაბინეტში და აღარაფერს ამბობს. მე ვუპასუხე, შესაძლოა მას აქვს მიზეზი. მან მითხრა, ერთადერთი მიზეზი, რაც მას შეიძლება ჰქონდეს, არის ის, რომ მან იცის, რომ ჩვენ წავაგებთ.
და ის არ უნდა იყოს აქ, როდესაც ეს მოხდება. ეს ჩანაწერი, მარტივი, პირდაპირი დაწერილი ადამიანის მიერ, რომელიც იქ იყო, შეიცავს ყველაფერს, რაც უნდა ითქვას ნადარეიშვილის არჩევანზე. ის იცოდა, რომ სოხუმი დაეცემოდა. ის იცოდა, რომ შეთანხმება იყო ტყუილი. ის იცოდა, რომ რუსეთის გარანტიები იყო ფურცელზე დაწერილი სიტყვები, რომლებსაც არავინ აპირებდა შესრულებას. და ის არ უნდა ყოფილიყო იქ, როდესაც ეს ყველაფერი მოხდებოდა. ეს არის ყველაზე მძიმე ბრალდება, რომელიც შეიძლება წაყენებულ იქნას პოლიტიკოსის წინააღმდეგ, არა ის, რომ მან შეცდა, არამედ ის, რომ მან იცოდა და არაფერი გააკეთა. არა ის, რომ მან ვერ გადაარჩინა ხალხი, არამედ ის, რომ მან გადაარჩინა საკუთარი თავი და დატოვა ხალხი. მაგრამ შეიძლება თუ არა ვიმსჯელოთ ნადარეიშვილზე ასე მკაცრად. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ მან უნდა დარჩენილიყო სოხუმში და მოკვდარიყო იქ, როგორც ჯიული შარტავა მოკვდა? ეს არის კითხვა, რომელზეც არ არსებობს მარტივი პასუხი. რადგან ნადარეიშვილი არ იყო ჯარისკაცი. ის იყო პოლიტიკოსი. და პოლიტიკოსის მოვალეობა არის არა მხოლოდ სიმბოლური ჟესტები, არამედ რეალური გადაწყვეტილებები. შესაძლოა ნადარეიშვილმა იფიქრა და შესაძლოა მართალი იყო, რომ მისი სიკვდილი სოხუმში არაფერს შეცვლიდა. რომ ქალაქი მაინც დაეცემოდა. რომ შეთანხმება მაინც შესრულდებოდა. რომ ერთადერთი განსხვავება იქნებოდა ის, რომ ის მოკვდებოდა, ხოლო შევარდნაძე გააგრძელებდა იმავე პოლიტიკას. შესაძლოა მან იფიქრა, რომ უკეთესი იყო გადარჩენა და ბრძოლის გაგრძელება თბილისიდან, ვიდრე სიკვდილი სოხუმში, რომელიც არაფერს შეცვლიდა. ეს არის რაციონალური არგუმენტი. მაგრამ ეს არის არგუმენტი, რომელიც იგნორირებას უკეთებს ერთ მთავარ რამეს, სიმბოლოების ძალას. ნადარეიშვილი არ იყო უბრალოდ პოლიტიკოსი. ის იყო სიმბოლო. სიმბოლო წინააღმდეგობისა, ბრძოლისა, უარის თქმისა კომპრომისზე. და როდესაც ეს სიმბოლო გაქრა, როდესაც ის წავიდა თბილისში და გაჩნდა, ხალხმა დაკარგა რწმენა. დაკარგა იმედი. დაკარგა გრძნობა, რომ ვინმე იბრძოდა მათთვის. და ეს დანაკარგი, ფსიქოლოგიური, ემოციური დანაკარგი, იყო შესაძლოა უფრო დიდი, ვიდრე ნებისმიერი სამხედრო მარცხი. აგვისტოს ბოლოს სოხუმში უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა. ცეცხლის შეწყვეტა ძალაში იყო. ფრონტის ხაზზე სროლა შეწყდა. ქალაქში ადამიანები ბრუნდებოდნენ. სკოლები ემზადებოდნენ 1 სექტემბერს. მაღაზიები იხსნებოდნენ. ყველაფერი გამოიყურებოდა ნორმალურად. მაგრამ ეს ნორმალურობა იყო ილუზია. სასიკვდილო საშინელი ილუზია. რადგან იმ დროს, როდესაც სოხუმში ადამიანები ელოდნენ მშვიდობას, გუდაუთაში, აფხაზური ძალების ბაზაში სხვა პროცესები მიმდინარეობდა. ახალი მებრძოლები ჩამოდიოდნენ. ახალი იარაღი მოდიოდა. ახალი გეგმები იხატებოდა. და ყველა ელოდა ერთ რამეს, როდის დასრულდებოდა ქართული ტექნიკის გატანა. როდის დარჩებოდა სოხუმი სრულიად დაუცველი. ჟიული შარტავა, ადამიანი, რომელიც ნადარეიშვილის ჩანაცვლებით სოხუმში ჩამოვიდა, ხედავდა ამ ყველაფერს. ის იღებდა ინფორმაციას დაზვერვისგან. ის იცოდა, რომ აფხაზური მხარე არ აპირებდა შეთანხმების შესრულებას. ის ითხოვდა თბილისს, რომ შეეჩერებინა განიარაღება. მაგრამ თბილისიდან პასუხი იყო ყოველთვის ერთი, შეთანხმება უნდა შესრულდეს. რუსეთი გარანტირებს. და შარტავა, რომელსაც არ ჰქონდა ნადარეიშვილის პოლიტიკური წონა, არ ჰქონდა მისი ავტორიტეტი, არ ჰქონდა მისი შესაძლებლობა წინააღმდეგობის გაწევისა, დაემორჩილა. ის დარჩა სოხუმში. ის ასრულებდა ბრძანებებს. ის ელოდა. და როდესაც სექტემბერში აფხაზებმა შეტევა განაახლეს, შარტავა იქ იყო. ის არ გაიქცა. ის არ ჩაიმალა. ის დარჩა მინისტრთა საბჭოს შენობაში ბოლომდე. და მოკვდა იქ. გმირულად, ტრაგიკულად, უაზროდ. რადგან მისი სიკვდილი არაფერს შეცვლიდა. სოხუმი მაინც დაეცა. ხალხი მაინც დაიხოცა. დევნილები მაინც გაიქცნენ. მაგრამ შარტავა სიკვდილმა შექმნა რაღაც, რაც ნადარეიშვილის გადარჩენამ ვერ შექმნა, სიმბოლო. სიმბოლო ადამიანისა, რომელიც დარჩა. რომელიც არ გაიქცა. რომელიც გაიზიარა თავისი ხალხის ბედი. და ეს სიმბოლო, ჟიული შარტავას სიმბოლო, დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კარიერა, რომელიც ნადარეიშვილმა თბილისში გააკეთა. დღეს, როდესაც ათასობით დევნილი ახსოვს 1993 წლის სექტემბერს, ისინი ახსოვთ ორი სახელი. ერთი ჟიული შარტავა, ადამიანი, რომელიც დარჩა და მოკვდა.
მეორე, თამაზ ნადარეიშვილი, ადამიანი, რომელიც წავიდა და გადარჩა. და ეს ორი სახელი, ეს ორი ბედი, არის ყველაფერი, რაც უნდა ითქვას იმაზე, თუ რა არის ჭეშმარიტი ლიდერობა. არა რიტორიკა. არა დაპირებები. არა გამოსვლები ტელევიზიით. არამედ არჩევანი, რომელსაც აკეთებ, როდესაც დრო მოდის. არჩევანი დარჩენასა და გაქცევას შორის. არჩევანი ხალხთან ერთად სიკვდილსა და მარტო გადარჩენას შორის. ნადარეიშვილმა გააკეთა თავისი არჩევანი. და ისტორიამ გააკეთა თავისი განსჯა. და ეს განსჯა, რომელსაც ათასობით დევნილი ატარებს თავის გულში, არის უფრო მძიმე, ვიდრე ნებისმიერი სასამართლო განაჩენი. რადგან ეს არის განსჯა იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც დაკარგეს ყველაფერი. რომლებმაც დაკარგეს სახლები, ოჯახები, სამშობლო. და რომლებმაც დაკარგეს რწმენა იმ ადამიანში, რომელიც დაპირდა, რომ ბოლომდე იბრძოლებდა, მაგრამ როდესაც დრო მოვიდა, გაქრა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ატარებს ერთსა და იმავე კოშმარს. ყოველ ღამე ისხედავს იმავე სურათს, 1993 წლის აგვისტოს სოხუმის პორტი, რუსული გემი, რომელზეც ტვირთავენ ქართულ ტანკებს. და ყოველ ღამე ამ სიზმარში ის ცდილობს შეაჩეროს ეს. ყვირის ბრძანებას აძლევს, ხელებს იქნევს. მაგრამ არავინ არ უსმენს. და შემდეგ ყოველთვის იგივე ფინალი, ის ხედავს, როგორ ტოვებს ბოლო ტანკი ნავსადგურს და იცის, რომ 2 კვირის შემდეგ ქალაქი დაეცემა. ეს ადამიანი არის ყოფილი ქართველი ოფიცერი, რომელიც იმ დღეებში სოხუმში იყო. დღეს ის ცხოვრობს თბილისში, მარტო, ოჯახისგან მოწყვეტილი, რადგან მისი ცოლი და 2 შვილი დაიღუპნენ სექტემბერში, როდესაც ცდილობდნენ ქალაქიდან გაქცევას. ის გადარჩა, რადგან იმ დღეს ფრონტზე იყო. მაგრამ ხშირად ფიქრობს, უკეთესი იქნებოდა, რომ არ გადამერჩინა. რადგან გადარჩენა ნიშნავს ხსოვნას. და ხსოვნა ნიშნავს ტკივილს, რომელიც არასდროს წყდება. ამ ადამიანს ჰქვია გიორგი. და დღეს, პირველად 30 წლის განმავლობაში, ის თანახმა ისაუბროს. თანახმა გაიხსენოს არა მხოლოდ ის, რაც მოხდა, არამედ ის, რაც არ მოხდა. ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ ერთი ადამიანი, თამაზ ნადარეიშვილი, სხვა არჩევანი გაეკეთებინა. გიორგი ზის თავის პატარა ბინაში თბილისში, სადაც კედლებზე ძველი ფოტოებია, მისი ოჯახის, მისი ამხანაგების, მისი ქალაქის, რომელიც აღარ არსებობს. და ის იწყებს საუბარს. ჩუმად ნელა, თითქოს ყოველი სიტყვა ტკივილს აყენებს. 1993 წლის აგვისტოს 27-ს ის ამბობს, ჩვენ გავიტანეთ ბოლო არტილერიული ქვემეხები. მე ვიცოდი, რა ნიშნავდა ეს. ყველამ ვიცოდით. მაგრამ ბრძანება იყო ბრძანება. და ბრძანება მოდიოდა თბილისიდან, სადაც ნადარეიშვილი იჯდა თავის კაბინეტში და ჩუმობდა. გიორგი ჩერდება. მისი ხელები ოდნავ კანკალებს, არა სიბერისგან, არამედ ბრაზისგან, რომელიც 30 წლის განმავლობაში არ ჩაქრობილა. მე ვიცოდი ნადარეიშვილი, ის აგრძელებს. ვიცნობდი მას პირადად. ის იყო ძლიერი ადამიანი. ხისტი. არ ეშინოდა არავისა. ივლისში, როდესაც აფხაზები გვესხმოდნენ, ის ყოველდღე მოდიოდა ფრონტზე. ის საუბრობდა ჯარისკაცებთან. ის აძლევდა მათ იმედს. ის ამბობდა, ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ არ დავთმობთ. და ჩვენ გვჯეროდა. რადგან ის არ იყო უბრალოდ პოლიტიკოსი, რომელიც ტელევიზიით საუბრობს. ის იყო ადამიანი, რომელიც იქ იყო, ჩვენთან ერთად. გიორგი კვლავ ჩერდება. მისი თვალები ივსება ცრემლებით, მაგრამ ის არ ტირის. ის უბრალოდ ზის და უყურებს ფანჯარას, სადაც თბილისის ქუჩები ჩანს. და შემდეგ ის ამბობს, ის გაქრა. უბრალოდ გაქრა. ერთ დღეს ის იქ იყო, მეორე დღეს აღარ. და ჩვენ გვითხრეს, მას ინფარქტი ჰქონდა. მას სჭირდება მკურნალობა. მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ეს სიცრუე იყო. რადგან 1 კვირის შემდეგ ის უკვე თბილისში იყო, პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. ავადმყოფი ადამიანი ასე სწრაფად არ იღებს ასეთ პოსტს. გიორგი იხსენებს ერთ კონკრეტულ დღეს, 1993 წლის აგვისტოს მე-10. ის იყო ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე სოხუმში, როდესაც მოვიდა ბრძანება, ყველა მძიმე იარაღი უნდა გადაეცათ რუსულ მშვიდობის მყოფელებს დროებით შესანახად. დროებით შესანახად, გიორგი იმეორებს ეს სიტყვებს და მწარედ იცინის. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რას ნიშნავდა ეს. ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ აღარასდროს დავიბრუნებდით ამ იარაღს. მაგრამ ბრძანება იყო ბრძანება.
იმ დღეს, როდესაც ისინი ტვირთავდნენ ტანკებს, ერთმა ახალგაზრდა ჯარისკაცმა, 22 წლის ბიჭმა, რომელსაც ცოლი და ახალშობილი შვილი ჰყავდა სოხუმში, უეცრად შეწყვიტა მუშაობა და დაიწყო ტირილი. არა ჩუმად, არამედ ხმამაღლა, ჰისტერიულად. ჩვენ მკვდებით, ის ყვიროდა. ჩვენ ყველანი მოვკვდებით. რადგან ისინი დაბრუნდებიან და ჩვენ აღარაფერი გვექნება. სხვა ჯარისკაცები ცდილობდნენ მის დამშვიდებას, მაგრამ ის არ ჩერდებოდა. და საბოლოოდ მოვიდა ოფიცერი, უფროსი, გამოცდილი კაცი და უთხრა მას, შენ მართალი ხარ. ჩვენ ალბათ მოვკვდებით. მაგრამ ეს არის ბრძანება თბილისიდან. და თუ ჩვენ არ დავემორჩილებით, ჩვენ ვიქნებით ის, ვინც დაარღვია შეთანხმება. ჩვენ ვიქნებით ბრალეულები. ასე რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. და ვილოცოთ, რომ თბილისი იცის, რას აკეთებს. გიორგი ახსოვს ეს სცენა დღემდე. ახსოვს ის ახალგაზრდა ჯარისკაცის სახე, სავსე ცრემლებით და სასოწარკვეთილებით. ახსოვს ის ოფიცრის ხმა, რომელიც ცდილობდა ყოფილიყო მტკიცე, მაგრამ რომელშიც ისმოდა ეჩვი. და ახსოვს ის გრძნობა, ის საშინელი და მტრკუნველი გრძნობა, რომ ისინი ყველანი იყვნენ ფიგურები თამაშში, რომელსაც სხვები თამაშობდნენ. თამაშში, რომლის წესებსაც ისინი არ იცოდნენ. თამაშში, რომელიც უკვე წაგებული იყო. და იცით, რა იყო ყველაზე საშინელი, გიორგი ეკითხება. ის, რომ ჩვენ ვიცოდით, ვინ თამაშობდა ამ თამაშს. ვიცოდით, რომ ეს იყო შევარდნაძე, რომელიც ენდობოდა რუსეთს. ვიცოდით, რომ ეს იყო რუსეთი, რომელიც აფხაზებს ეხმარებოდა. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცოდით, რომ იყო ერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ამის შეჩერება. ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ავტორიტეტი, ჰქონდა ხალხის მხარდაჭერა, ჰქონდა ძალა, რომ ეთქვა, არა. ეს არის ღალატი. და მე არ დავუშვებ ამას. ეს ადამიანი იყო ნადარეიშვილი. მაგრამ ის არ იყო იქ. ის იყო თბილისში. უსაფრთხოდ. არსებობს დოკუმენტის საიდუმლო მემორანდუმი, რომელიც გაჟონა წლების შემდეგ, რომელიც აღწერს, რა ხდებოდა თბილისში 1993 წლის აგვისტოში, როდესაც სოხუმს განიარაღებდნენ. მემორანდუმი დაწერილია ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიერ, რომელიც მონაწილეობდა შიდა შეხვედრებში. მასში აღწერილია სცენა, რომელიც მოხდა აგვისტოს 12-ს, როდესაც ჟიული შარტავა, რომელიც უკვე ნადარეიშვილის ჩანაცვლებით სოხუმში იყო, დარეკა თბილისში და მოითხოვა გადაუდებელი შეხვედრა შევარდნაძესთან. შარტავა ამბობდა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია დაზვერვისგან, აფხაზური მხარე არ აპირებდა შეთანხმების შესრულებას. პირიქით, ისინი იყენებდნენ ცეცხლის შეწყვეტას, რომ გაეძლიერებინათ თავიანთი პოზიციები. ახალი მებრძოლები ჩამოდიოდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან. ახალი იარაღი მოდიოდა რუსეთიდან. და ყველა ელოდა მომენტს, როდესაც სოხუმი სრულიად დაუცველი იქნებოდა. შარტავა ითხოვდა, შეაჩერეთ განიარაღება. შეაჩერეთ ტექნიკის გატანა. დატოვეთ ქალაქს საშუალება თავდაცვისთვის. მემორანდუმის თანახმად შევარდნაძემ უპასუხა, ჟიული, მე გესმის შენი შეშფოთება. მაგრამ ჩვენ უნდა ვენდოთ პროცესს. რუსეთმა გარანტია მოგვცა. საერთაშორისო თანამეგობრობა გვიჭერს მხარს. თუ ჩვენ დავარღვევთ შეთანხმებას, ჩვენ ვიქნებით ბრალეულები. და მაშინ ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს. შარტავა ცდილობდა დაეჯერებინა, მაგრამ შევარდნაძე უცვლელი იყო. და შეხვედრის ბოლოს, მემორანდუმის თანახმად, შარტავამ ჰკითხა, და სად არის ნადარეიშვილი? რატომ არ არის ის აქ? რატომ არ საუბრობს ის? შევარდნაძემ უპასუხა, ნადარეიშვილი ავადაა. მას სჭირდება დასვენება. შენ ახლა ხარ პასუხისმგებელი აფხაზეთში. და მე გჯერა, რომ შენ გააკეთებ სწორ საქმეს. შარტავა დაბრუნდა სოხუმში. და ერთი თვის შემდეგ მოკვდა იქ. გიორგი, ყოფილი ოფიცერი, რომელიც დღეს თბილისში ცხოვრობს, აქვს თავისი თეორია. ნადარეიშვილი არ იყო სულელი, ის ამბობს. ის იყო გამოცდილი პოლიტიკოსი. ის იცოდა, როგორ მუშაობდა სისტემა. და ის იცოდა, რომ თუ ის გამოვიდოდა ღიად შევარდნაძის წინააღმდეგ, ის დაკარგავდა ყველაფერს. არა მხოლოდ თანამდებობას, არამედ შესაძლოა სიცოცხლესაც. რადგან 1993 წელს საქართველო იყო ქაოსში. სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ადამიანები ქრებოდნენ. ადამიანები კვდებოდნენ. და ნადარეიშვილმა იცოდა, რომ თუ ის ხდებოდა პრობლემა, ის შეიძლებოდა გაქრებულიყო. გიორგი ჩერდება და უყურებს თავის ხელებს, ძველ დაღლილ ხელებს, რომლებმაც ოდესღაც იარაღი იჭირეს. მაგრამ ის აგრძელებს, ეს არ ართმევს მას პასუხისმგებლობას.
რადგან ის არ იყო უბრალოდ პოლიტიკოსი. ის იყო სიმბოლო. ის იყო ადამიანი, რომელსაც ხალხი ენდობოდა. და როდესაც ის გაჩნდა, როდესაც ის არ უთხრა ხალხს ჭეშმარიტება, ის ღალატი ჩაიდინა. არა შევარდნაძის მიმართ, არა რუსეთის მიმართ, არამედ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მას ენდობოდნენ. ეს არის ბრალდება, რომელსაც გიორგი აყენებს ნადარეიშვილს. არა ის, რომ მან გაიქცა სიკვდილისგან, ეს ადამიანურია. არა ის, რომ მან არ შეძლო სოხუმის გადარჩენა, ეს შეუძლებელი იყო. არამედ ის, რომ მან არ უთხრა ხალხს ჭეშმარიტება. რომ მან ჩუმად დაუშვა, რომ ათასობით ადამიანი დაბრუნებულიყო სოხუმში აგვისტოში, მაშინ როდესაც ის იცოდა, რომ ქალაქი დაეცემოდა. რომ მან ჩუმად დაუშვა, რომ ოჯახები, ქალები, ბავშვები, მოხუცები ყოფილიყვნენ იქ სექტემბერში, როდესაც აფხაზები შემოვიდნენ. რომ მან არჩია საკუთარი უსაფრთხოება იმ ადამიანების სიცოცხლეზე, რომლებიც მას ენდობოდნენ. ეს არის ის ბრალდება, რომელსაც ისტორია აყენებს მას. და ეს არის ის ბრალდება, რომელსაც ის არასდროს ვერ გაექცევა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ფენა ამ ისტორიაში, ფენა, რომელიც იშვიათად განიხილება, მაგრამ რომელიც შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის კითხვა, ვინ მოიგო ნადარეიშვილის დუმილისგან? ვის ჰქონდა ინტერესი, რომ ის გაჩუმებულიყო? ვის ჰქონდა ინტერესი, რომ სოხუმი განიარაღებულიყო და დაცემოდა? პასუხი ამ კითხვაზე მიგვიყვანს ადამიანთან, რომლის სახელი იშვიათად ისმის ამ ისტორიაში, მაგრამ რომელიც იყო ყველაფრის ცენტრში. ეს ადამიანი არის ბორის პასტუხოვი, რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, მომრიგებელი, რომელმაც რეალურად უზრუნველყო სოჭის შეთანხმების გაფორმება. პასტუხოვი იყო ადამიანი, რომელიც ყველაზე ხშირად ჩამოდიოდა თბილისში 1993 წლის ივლիս-აგვისტოში. ის იყო ადამიანი, რომელიც საუბრობდა შევარდნაძესთან დახურულ კარს მიღმა. ის იყო ადამიანი, რომელიც გარანტიებს აძლევდა. და ის იყო ადამიანი, რომელიც, როგორც ეს დღეს ცნობილია, პირდაპირ კავშირში იყო აფხაზურ სეპარატისტებთან და ჩრდილო კავკასიელ მებრძოლებთან, რომლებიც სექტემბერში სოხუმს შეესივნენ. პასტუხოვის როლი არ იყო მშვიდობის დამყარება. მისი როლი იყო დრო მოეგო, დრო, რომელიც აფხაზურ მხარეს სჭირდებოდა გაძლიერებისთვის, ხოლო ქართულ მხარეს განიარაღებისთვის. და ამ გეგმაში ნადარეიშვილი იყო პრობლემა. რადგან ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ავტორიტეტი და ძალა, რომ ეთქვა, ეს არის ხაფანგი. და ჩვენ არ უნდა შევიდეთ მასში. ამიტომ ნადარეიშვილი უნდა მოეშორებინათ. ამიტომ მას უნდა შეეთავაზებინათ გარიგება, დუმილის სიცოცხლის სანაცვლო. და ნადარეიშვილმა მიიღო ეს გარიგება. დღეს, როდესაც ვუყურებთ უკან 1993 წლის მოვლენებს, ვხედავთ მკაფიო სურათს. სოხუმის დაცემა არ იყო უბრალოდ სამხედრო მარცხი. ეს იყო შედეგი გეგმისა, რომელიც შედგენილი იყო მოსკოვში, შესრულებული თბილისში და რომელშიც ნადარეიშვილის დუმილი იყო კრიტიკული ელემენტი. 1993 წლის სექტემბრის 27-ს, როდესაც სოხუმი დაეცა, ერთი ადამიანი მოიგო ყველაფერზე მეტს. ეს ადამიანი არ იყო აფხაზური სეპარატისტების ლიდერი. ეს არ იყო ჩრდილო კავკასიელი მებრძოლების მეთაური. ეს იყო ბორის პასტუხოვი, რუსეთის წარმომადგენელი, რომელმაც გარანტია მისცა მშვიდობაზე და შემდეგ უყურა, როგორ იხოცებოდნენ ათასობით ადამიანი. სოხუმის დაცემის შემდეგ პასტუხოვი დაწინაურდა. მას მიენიჭა ორდენი. მას მიენიჭა ახალი, უფრო მაღალი პოსტი. და ის გააგრძელა თავისი კარიერა როგორც კონფლიქტების მოგვარების სპეციალისტი, რომელიც რეალურად არ აგვარებდა კონფლიქტებს, არამედ იყენებდა მათ რუსეთის ინტერესებისთვის. ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი მოიგო სოხუმის ტრაგედიიდან. ეს არის ის ადამიანი, რომლის სახელი უნდა დაიმახსოვროს ისტორიამ, როგორც მთავარი არქიტექტორი იმ გეგმისა, რომელმაც მოიტანა ათასობით სიკვდილი. მაგრამ მისი სახელი იშვიათად ისმის. რადგან ის იყო მომრიგებელი, მშვიდობის მყოფელი, გარანტორი. ის იყო ადამიანი, რომელიც ღიად არასდროს ესროლა, მაგრამ რომლის ბრძანებით ათასობით ტყვია ისროლეს. ის იყო ადამიანი, რომელიც ღიად არასდროს კლავდა, მაგრამ რომლის გეგმით ათასობით ადამიანი მოკვდა. და ის იყო ადამიანი, რომელიც არასდროს დაისაჯება. რადგან ის აკეთებდა თავის საქმეს. ის ემსახურებოდა თავის ქვეყანას. ის იცავდა რუსეთის ინტერესებს. და ამ ინტერესებში შედიოდა აფხაზეთის კონტროლი, რომელიც შეუძლებელი იყო, სანამ სოხუმი ქართული იყო. გიორგი, ყოფილი ოფიცერი, რომელიც დღეს თბილისში ცხოვრობს, იცის ეს ყველაფერი. ის იცის, ვინ იყო ნამდვილი ბრალეული. ის იცის, ვინ დაგეგმა ტრაგედია. ის იცის, ვინ მოიგო.
მაგრამ ის ასევე იცის, რომ ეს ცოდნა არაფერს ცვლის. რადგან მისი ოჯახი მაინც მკვდარია. მისი ქალაქი მაინც დაკარგულია. მისი სამშობლო მაინც დაქუცმაცებულია. და ადამიანები, რომლებმაც ეს გააკეთეს, პასტუხოვი, შევარდნაძე, ნადარეიშვილი, ყველა მათგანი გააგრძელა თავისი ცხოვრება. პასტუხოვი დაწინაურდა. შევარდნაძე დარჩა ხელისუფლებაში კიდევ 10 წლის განმავლობაში. ნადარეიშვილი გააგრძელა პოლიტიკური კარიერა. და ერთადერთი ადამიანი, რომელიც გადაიხადა ნამდვილი ფასი, იყო ჟიული შარტავა, ადამიანი, რომელიც დარჩა იქ, სადაც ნადარეიშვილი უნდა ყოფილიყო. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მტკივა, გიორგი ამბობს. არა ის, რომ ჩვენ წავაგეთ. არა ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი. არამედ ის, რომ ადამიანები, რომლებმაც ეს გამოიწვიეს, არასდროს დაისაჯნენ. ისინი გააგრძელეს თავიანთი ცხოვრება, თავიანთი კარიერა, თავიანთი კეთილდღეობა. ხოლო ჩვენ დავრჩით ტკივილთან, დანაკარგთან, ხსოვნასთან, რომელიც არასდროს გვტოვებს. გიორგი ჩერდება და უყურებს ფოტოს კედელზე, ფოტოს, სადაც ის დგას თავის ცოლთან და ორ შვილთან ერთად, სოხუმის ზღვის სანაპიროზე, 1992 წელს, როდესაც ყველაფერი ჯერ კიდევ კარგი იყო. ისინი არასდროს დაბრუნდებიან, ის ამბობს ჩუმად. მაგრამ მე ვიცი ერთი რამ. ისტორია ყველაფერს იმახსოვრებს. და ერთ დღეს, შესაძლოა არა ჩემს სიცოცხლეში, მაგრამ ერთ დღეს ჭეშმარიტება გამოვა. და მაშინ ყველა იცოდეს, ნადარეიშვილი არ იყო გმირი. ის იყო ადამიანი, რომელმაც გაყიდა თავისი ხალხი საკუთარი გადარჩენის სანაცვლოდ. და ეს არის მისი მემკვიდრეობა. არა ის, რასაც ის ამბობდა, არამედ ის, რასაც ის არ გააკეთა, როდესაც დრო მოვიდა. წარმოიდგინეთ ოთახი, სადაც არავინ არასდროს შევა. პატარა, ჩაკეტილი ოთახი ერთ-ერთ სამთავრობო შენობაში თბილისში, სადაც ინახება არქივი, დოკუმენტები, რომლებიც არასდროს გამოქვეყნებულა. 1993 წლის აგვისტოს 38-ს, 2 დღით ადრე ვიდრე სოხუმი დაეცემოდა, ამ ოთახში შევიდა ერთი ადამიანი. არა ოფიციალური კურიერი, არა მაღალჩინოსანი, უბრალოდ ახალგაზრდა თანამშრომელი, რომელსაც დაევალა დოკუმენტების განადგურება. მას ჰქონდა სია, 30-ზე მეტი დოკუმენტის სია, რომლებიც უნდა დაეცვა. ოფიციალური მიზეზი, არქივის ოპტიმიზაცია. რეალური მიზეზი, ამ დოკუმენტებში იყო ჭეშმარიტება, რომელიც არასდროს უნდა გამხდარიყო ცნობილი. ახალგაზრდა თანამშრომელმა, რომლის სახელი დღეს უკვე არავის ახსოვს, დაიწყო მუშაობა. ის იღებდა დოკუმენტებს ერთს მეორის მიყოლებით და წვავდა მათ. მაგრამ ერთი დოკუმენტი, მხოლოდ ერთი, მან ვერ დაწვა. ის წაიკითხა პირველი გვერდი და გაშეშდა. ეს იყო ჩანაწერი შიდა შეხვედრისა, რომელიც გაიმართა 1993 წლის ივლისის 15-ს, 3 დღით ადრე, ვიდრე ნადარეიშვილი გადადგებოდა. შეხვედრაზე იყვნენ ედუარდ შევარდნაძე, ბორის პასტუხოვი, გია ყარყარაშვილი და თამაზ ნადარეიშვილი. ჩანაწერში იყო დიალოგი, სიტყვა-სიტყვით, რომელიც ხსნიდა ყველაფერს. პასტუხოვი ამბობდა, თამაზ, თქვენ ხართ პრობლემა. თქვენი რიტორიკა ხდის შეთანხმებას შეუძლებელს. აფხაზური მხარე არ დაჯდება მოლაპარაკებებზე, სანამ თქვენ ხართ აფხაზეთის მთავრობის სათავეში. ნადარეიშვილი პასუხობდა, მე ვიცი, რას აკეთებთ. თქვენ გვანი არ აღებთ. თქვენ გვაძლევთ დროს აფხაზებს, რომ გაძლიერდნენ. ეს არის ხაფანგი. პასტუხოვი, ეს არის მშვიდობის შანსი. მაგრამ ეს შანსი მოითხოვს ნდობას. და თქვენ არ ხართ ადამიანი, რომელსაც ენდობიან. შევარდნაძე, თამაზ, გთხოვ. ეს არის ერთადერთი გზა. გადადგი ჯანმრთელობის მიზეზით. მე გარანტირებას გაძლევ, შენ მიიღებ მაღალ პოსტს თბილისში. და როდესაც მშვიდობა დამყარდება, შენ დაბრუნდები. და ნადარეიშვილის პასუხი, ის პასუხი, რომელიც ამ დოკუმენტში დაფიქსირდა, იყო, მე ვიცი, რომ ეს სიცრუეა. მე ვიცი, რომ სოხუმი დაეცემა. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ თუ მე არ დავთანხმდები, თქვენ მაინც გააკეთებთ ამას. და მაშინ მე უბრალოდ მოვკვდები იქ. ასე რომ მე ვთანხმდები. მაგრამ ეს სისხლი თქვენს ხელებზეა. ახალგაზრდა თანამშრომელმა წაიკითხა ეს დოკუმენტი და გაიგო, ის, რასაც ხალხი ეჭვობდა, იყო ჭეშმარიტება. ნადარეიშვილი იცოდა. ის იცოდა ყველაფერი. და მან არჩია დუმილი. არჩია გარიგება. არჩია სიცოცხლე იმ ადამიანების სანაცვლოდ, რომლებიც მას ენდობოდნენ. ახალგაზრდა თანამშრომელმა უნდა დაეწვა ეს დოკუმენტი. ეს იყო მისი დავალება. მაგრამ ის ვერ გააკეთა.
ის დამალა დოკუმენტი, ჩაუდო საკუთარ ჩანთაში და გაიტანა შენობიდან. წლების განმავლობაში ის ინახავდა მას. და 30 წლის შემდეგ, როდესაც ის უკვე მოხუცი კაცი იყო, მან გადასცა ეს დოკუმენტი ერთ ჟურნალისტს სიტყვებით: ხალხმა უნდა იცოდეს ჭეშმარიტება. ნადარეიშვილი არ იყო მსხვერპლი. ის იყო თანამონაწილე. მაგრამ ეს დოკუმენტი არასდროს გამოქვეყნებულა. რადგან ჟურნალისტმა, რომელმაც მიიღო ის, მალე აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი ჭეშმარიტება ძალიან საშიშია. მას დაუკავშირდნენ, არა ოფიციალურად, არამედ ჩუმად, მუქარით და უთხრეს: ეს დოკუმენტი არის ყალბი. თუ თქვენ გამოაქვეყნებთ მას, თქვენ გექნებათ პრობლემები. ჟურნალისტმა იცოდა, რას ნიშნავდა ეს. ის იცოდა, რომ ზოგიერთი ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალა, ჰქონდათ კავშირები, არ უნდოდათ, რომ ეს ჭეშმარიტება გამხდარიყო ცნობილი. რადგან ეს ჭეშმარიტება არ ეხებოდა მხოლოდ ნადარეიშვილს. ეს ეხებოდა მთელ სისტემას, რომელმაც გაყიდა სოხუმი. სისტემას, რომელმაც გაყიდა აფხაზეთი. სისტემას, რომელშიც ყველა, შევარდნაძე, პასტუხოვი, ნადარეიშვილი, თამაშობდნენ თავიანთ როლს. და ამ სისტემაში ნადარეიშვილი იყო არა ერთადერთი ბრალეული, არამედ ერთ-ერთი ბრალეული. ის იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა და ჩუმობდა. ის იყო ადამიანი, რომელმაც მიიღო გარიგება და გადაარჩინა საკუთარი თავი. ის იყო ადამიანი, რომელმაც დატოვა თავისი ხალხი. მაგრამ ის არ იყო ერთადერთი. შევარდნაძე იყო ადამიანი, რომელმაც დაუჯერა რუსეთის გარანტიებს, ან თვლიდა, რომ სჯეროდა. პასტუხოვი იყო ადამიანი, რომელმაც გამოიყენა ეს ნდობა და მოაწყო ხაფანგი. და ყველა მათგანი, ყველა იყო პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 1993 წლის სექტემბერში. მაგრამ ნადარეიშვილის ბრალი იყო განსაკუთრებული. რადგან ის იყო ადამიანი, რომელსაც ხალხი ენდობოდა. ის იყო სიმბოლო წინააღმდეგობისა. და როდესაც ის გაჩუმდა, როდესაც ის წავიდა, ხალხმა დაკარგა იმედი. დაკარგა რწმენა. დაკარგა გრძნობა, რომ ვინმე იბრძოდა მათთვის. დღეს 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ათასობით დევნილი ჯერ კიდევ ცხოვრობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ისინი ცხოვრობენ პატარა ბინებში, დროებით თავშესაფრებში, ადგილებში, რომლებიც არასდროს გახდება სახლი. ისინი ცხოვრობენ ხსოვნასთან იმ ქალაქისა, რომელიც დაკარგეს, იმ ოჯახებისა, რომლებიც დაკარგეს, იმ ცხოვრებისა, რომელიც დაკარგეს. და ისინი ცხოვრობენ კითხვასთან: რატომ? რატომ მოხდა ეს? ვინ იყო ბრალეული? ზოგიერთი მათგანი ბრალს სდებს შევარდნაძეს, ადამიანს, რომელმაც დაუჯერა რუსეთს. ზოგიერთი ბრალს სდებს რუსეთს, ქვეყანას, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა ეს ტრაგედია. ზოგიერთი ბრალს სდებს აფხაზურ სეპარატისტებს, ადამიანებს, რომლებმაც რეალურად ესროლეს, კლავდნენ, ანადგურებდნენ. მაგრამ ბევრი მათგანი, განსაკუთრებით ის, ვინც იქ იყო აგვისტოში, როდესაც ტექნიკას გადიოდა, ბრალს სდებს ნადარეიშვილს. არა იმიტომ, რომ ის იყო ერთადერთი ბრალეული. არამედ იმიტომ, რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო რაღაცის გაკეთება და არაფერი გააკეთა. ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ეთქვა ჭეშმარიტება და ჩუმობდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო დარჩენილიყო და წავიდა. და ეს არის ის, რისთვისაც ისინი ვერ აპატიებენ მას. არა სისუსტისთვის, ეს ადამიანურია. არა შიშისთვის, ეს გასაგებია. არამედ არჩევანისთვის, რომელიც მან გააკეთა იმ მომენტში, როდესაც ისტორია მოითხოვდა გმირობას და ის მისცა გარიგება. არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც დღემდე ცხოვრობს თბილისში და რომელიც იცნობდა ნადარეიშვილს პირადად. ეს ადამიანი, რომელიც ითხოვს ანონიმურობას, იყო ნადარეიშვილის ახლო თანამშრომელი 1992-93 წლებში. ის იყო იქ, როდესაც ნადარეიშვილი იღებდა გადაწყვეტილებებს. ის იყო იქ, როდესაც ნადარეიშვილი საუბრობდა შევარდნაძესთან. ის იყო იქ, როდესაც ნადარეიშვილი გადადგა. და დღეს პირველად ის თანახმა ისაუბროს. ნადარეიშვილი არ იყო ბოროტი ადამიანი, ის იწყებს. ის არ იყო ადამიანი, რომელსაც უნდოდა ხალხის ღალატი. ის იყო უბრალოდ ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა სიტუაციაში, რომელიც მას აღემატებოდა. და ის გააკეთა არჩევანი, რომელიც მას ჰგონია იყო რაციონალური. ის ჩერდება და უყურებს თავის ხელებს. მაგრამ ის აგრძელებს, რაციონალური არჩევანი არ არის ყოველთვის სწორი არჩევანი. ზოგჯერ ისტორია მოითხოვს ირაციონალურ არჩევანს. მოითხოვს გმირობას. მოითხოვს მსხვერპლს. და ნადარეიშვილი არ იყო მზად ამ მსხვერპლისთვის. ის ჩერდება კვლავ და ღრმად ამოიოხრებს.
მე ვიცი, რას იტყვიან ადამიანები. ისინი იტყვიან, ის გაიქცა. ის იყო მოღალატე. მაგრამ ეს არ არის სრული ჭეშმარიტება. ის არ გაიქცა. ის უბრალოდ არ დარჩა. და ეს არის განსხვავება, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება. მაგრამ არის თუ არა ეს განსხვავება მართლაც მნიშვნელოვანი. იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს ყველაფერი, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დარჩნენ სოხუმში აგვისტოში, რადგან მათ ჰგონიათ, რომ მშვიდობა დამყარდა, არის თუ არა განსხვავება იმას შორის, რომ ნადარეიშვილი გაიქცა, თუ უბრალოდ არ დარჩა. შედეგი ერთი და იგივეა. ის არ იყო იქ. ის არ უთხრა მათ ჭეშმარიტება. ის არ გააფრთხილა მათ. და ისინი მოკვდნენ. 1993 წლის სექტემბრის 27-ს, როდესაც სოხუმი დაეცა, ერთი ადამიანი იყო იქ, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო სხვაგან. ეს ადამიანი იყო ჟიული შარტავა, ადამიანი, რომელიც ნადარეიშვილის ჩანაცვლებით სოხუმში ჩამოვიდა. შარტავას არ ჰქონდა ნადარეიშვილის პოლიტიკური წონა. არ ჰქონდა მისი ავტორიტეტი. არ ჰქონდა მისი კავშირები. ის იყო უბრალოდ ადამიანი, რომელსაც გაუგზავნეს იქ, სადაც არავინ არ უნდოდა წასვლა. ის იყო ადამიანი, რომელმაც მიიღო განიარაღებული ქალაქი და ბრძანება, იცავი ის. და როდესაც სექტემბერში აფხაზებმა შეტევა დაიწყეს, შარტავას ჰქონდა არჩევანი. მას შეეძლო გაქცეულიყო, როგორც ბევრმა სხვამ გააკეთა. მას შეეძლო ჩამალულიყო, როგორც ზოგიერთმა გააკეთა. მაგრამ ის დარჩა. დარჩა მინისტრთა საბჭოს შენობაში ბოლომდე. და როდესაც აფხაზები შემოვიდნენ, მან არ ითხოვა წყალობა. არცა და მოლაპარაკება. ის უბრალოდ იდგა იქ, ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ მოკვდებოდა, მაგრამ რომელიც არ უნდოდა გაქცეულიყო. და მათ დახვრიტეს ის. დახვრიტეს როგორც ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა ქართულ ხელისუფლებას. როგორც ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა წინააღმდეგობას. როგორც სიმბოლო. და ამ სიკვდილით, ამ ტრაგიკული, უაზრო სიკვდილით შარტავა გახდა რაღაც, რაც ნადარეიშვილი არასდროს გახდებოდა. ის გახდა გმირი. არა იმიტომ, რომ მან გადაარჩინა ქალაქი, ის ვერ გადაარჩინა. არა იმიტომ, რომ მან შეცვალა ისტორია, ის ვერ შეცვალა. არამედ იმიტომ, რომ ის დარჩა. იმიტომ, რომ ის გაიზიარა თავისი ხალხის ბედი. იმიტომ, რომ ის არ გაიქცა. დღეს, როდესაც ათასობით დევნილი ახსოვს 1993 წლის სექტემბერს, ისინი ახსოვთ ორი სახელი. ერთი ჟიული შარტავა, ადამიანი, რომელიც დარჩა. მეორე თამაზ ნადარეიშვილი, ადამიანი, რომელიც წავიდა. და ეს ორი სახელი, ეს ორი ბედი, არის ყველაფერი, რაც უნდა ითქვას იმაზე, თუ რა ღირს ჭეშმარიტი ლიდერობა. არა სიტყვები. არა დაპირებები. არა რიტორიკა. არამედ არჩევანი, რომელსაც აკეთებ, როდესაც ყველაფერი ინგრევა. არჩევანი დარჩენასა და გაქცევას შორის. არჩევანი ხალხთან ერთად სიკვდილსა და მარტო გადარჩენას შორის. ნადარეიშვილმა გააკეთა თავისი არჩევანი. შარტავამ გააკეთა თავისი. და ისტორიამ გააკეთა თავისი განსჯა. შარტავას სახელი დღეს არის ქუჩებზე, სკოლებზე, ძეგლებზე. ნადარეიშვილის სახელი არის მხოლოდ ხსოვნაში, მწარე, მტკივნეული ხსოვნაში იმ ადამიანების, რომლებმაც დაკარგეს ყველაფერი და რომლებიც ვერ აპატიებენ მას არა სისუსტისთვის, არამედ არჩევანისთვის. 1993 წლის სექტემბრის 22-ს, როდესაც სოხუმი უკვე დაცემული იყო, ათასობით დევნილი გზას უდებდა მთებში. ისინი დატოვეს ყველაფერი, სახლები, ქონება, ცხოვრება და მიდიოდნენ ფეხით უსასრულო კოლონებში ზუგდიდისკენ. ბევრი მათგანი არასდროს მიაღწევდა. ბავშვები კვდებოდნენ გზაზე სიცივისგან. მოხუცები კვდებოდნენ გადაღლილობისგან. ქალები კვდებოდნენ მშობიარობისას, მთების გზებზე, სადაც არავინ იყო, ვინც დაეხმარებოდა მათ. ეს იყო ტრაგედია, რომელიც შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო. ეს იყო ტრაგედია, რომელიც იყო არა ბუნებრივი კატასტროფა, არამედ ადამიანური გადაწყვეტილებების შედეგი. გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღეს თბილისში, მოსკოვში, სოჩში, გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღეს ადამიანებმა, რომლებიც არასდროს იყვნენ იქ, სადაც ეს გადაწყვეტილებების შედეგები ხორციელდებოდა. თამაზ ნადარეიშვილი გადარჩა. ის გააგრძელა პოლიტიკური კარიერა თბილისში. წლების განმავლობაში ის იყო სხვადასხვა პოსტებზე, აგრძელებდა საუბარს აფხაზეთის დაბრუნების შესახებ, აგრძელებდა დაპირებებს. მაგრამ ის არასდროს დაბრუნდა სოხუმში. არასდროს დადგა იმ ადგილას, საიდანაც წავიდა.
და არასდროს უპასუხა ერთ კითხვას, რატომ ჩუმობდა აგვისტოში, როდესაც ხალხს სჭირდებოდა ჭეშმარიტება? ის გარდაიცვალა 2092 წელს, თბილისში, საკუთარ საწოლში, ოჯახის გარემოცვაში. მშვიდად. უსაფრთხოდ. შორს იმ ადგილისგან, სადაც ათასობით ადამიანი, რომელიც მას ენდობოდა, მოკვდა. ედუარდ შევარდნაძე დარჩა ხელისუფლებაში კიდევ 10 წლის განმავლობაში. ის აგრძელებდა საუბარს იმაზე, რომ სოჭის შეთანხმება იყო ერთადერთი გზა ომის შესაჩერებლად. რომ რუსეთის გარანტიებს ის ენდობოდა. რომ არავინ არ იცოდა, რომ აფხაზები დაარღვევდნენ შეთანხმებას. მაგრამ დოკუმენტები, ის დოკუმენტები, რომლებიც წლების შემდეგ გაჟონდა, აჩვენებს, რომ ის იცოდა. იცოდა, რომ რუსეთი ეხმარებოდა აფხაზებს. იცოდა, რომ განიარაღება იყო საშიშო. იცოდა, რომ სოხუმი დაეცემოდა. მაგრამ ის მაინც გააკეთა ეს არჩევანი, რომელიც მისი აზრით იყო ნაკლები ბოროტება. არჩევანი, რომელიც მისი აზრით გადაარჩენდა საქართველოს უფრო დიდი კატასტროფისგან. ის ცდებოდა და ათასობით ადამიანი გადაიხადა ფასი ამ შეცდომისთვის. ბორის პასტოხოვი, რუსეთის წარმომადგენელი, მომრიგებელი, რომელმაც გარანტია მისცა მშვიდობაზე, დაწინაურდა. მას მიენიჭა ორდენის სამშობლოს დამსახურებისთვის. ის გააგრძელა კარიერა როგორც რუსეთის სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტურ რეგიონებში. ის იყო ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი მოიგო სოხუმის ტრაგედიიდან. რადგან მისი მისია იყო არა მშვიდობის დამყარება, არამედ აფხაზეთის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევა. და ის შეასრულა ეს მისია შესანიშნავად. დევნილები, ის ასობით ათასი ადამიანი, რომლებიც დატოვეს აფხაზეთი, დღემდე ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ცხოვრობს დროებით თავშესაფრებში, ელოდება დაბრუნებას, რომელიც არასდროს მოხდება. ზოგიერთმა ააშენა ახალი ცხოვრება, მაგრამ არასდროს დაივიწყა ძველი. ყველა მათგანი ატარებს ხსოვნას იმ ქალაქისა, რომელიც დაკარგეს, იმ ცხოვრებისა, რომელიც დაკარგეს, იმ ადამიანებისა, რომლებიც დაკარგეს. და ყველა მათგანი ატარებს კითხვას, რატომ? რატომ მოხდა ეს? ვინ იყო ბრალეული? ჟიული შარტავას სხეული იპოვეს სოხუმის მინისტრთა საბჭოს შენობის ნანგრევებში. ის დაკრძალეს გმირად. მისი სახელი დღეს არის ქუჩებზე, სკოლებზე, ძეგლებზე. ის არის სიმბოლო ადამიანისა, რომელიც დარჩა, როდესაც სხვები წავიდნენ. სიმბოლო ადამიანისა, რომელიც არ გაიქცა, როდესაც გაქცევა იყო ერთადერთი რაციონალური არჩევანი. სიმბოლო ადამიანისა, რომელიც გაიზიარა თავისი ხალხის ბედი. მაგრამ მთავარი კითხვა რჩება უპასუხოდ. არა, რა მოხდა? ეს ჩვენ ვიცით. არა, ვინ იყო ბრალეული? ეს ასევე ვიცით. არამედ რატომ აირჩია ნადარეიშვილმა დუმილი, როდესაც ხალხს სჭირდებოდა ჭეშმარიტება? რატომ აირჩია შევარდნაძემ რუსეთის გარანტიები, როდესაც ყველა ნიშანი მიუთითებდა, რომ ეს იყო ხაფანგი? რატომ დაუშვა საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ ეს ტრაგედია მომხდარიყო, როდესაც ყველა იცოდა, რა ხდებოდა? პასუხი ამ კითხვებზე არ არის მარტივი. რადგან ეს არის კითხვები არა მხოლოდ ფაქტების შესახებ, არამედ არჩევანების შესახებ. არჩევანების შესახებ, რომლებიც ადამიანები აკეთებენ, როდესაც ისინი აღმოჩნდებიან სიტუაციებში, რომლებიც მათ აღემატებათ. არჩევანების შესახებ, რომლებიც ზოგჯერ არის არჩევანი ორ ბოროტებას შორის. არჩევანების შესახებ, რომლებიც ზოგჯერ არის არჩევანი გადარჩენასა და გმირობას შორის. ნადარეიშვილმა აირჩია გადარჩენა. შარტავამ აირჩია გმირობა. და ისტორიამ გააკეთა თავისი განსჯა. მაგრამ ჩვენ, ვინც დღეს ვცხოვრობთ, ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ამ არჩევანების შედეგებთან. ჯერ კიდევ ვცხოვრობთ იმ ტრაგედიის ჩრდილში, რომელიც მოხდა 30-ზე მეტი წლის წინ. ჯერ კიდევ ვეძებთ პასუხებს კითხვებზე, რომლებზეც შესაძლოა არასდროს მივიღოთ სრული პასუხი. მაგრამ ერთი რამ ვიცით. ვიცით, რომ ისტორია იმახსოვრებს. იმახსოვრებს იმ ადამიანებს, რომლებმაც გააკეთეს არჩევანი. იმახსოვრებს იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩუმობდნენ, როდესაც უნდა ელაპარაკათ. იმახსოვრებს იმ ადამიანებს, რომლებმაც წავიდნენ, როდესაც უნდა დარჩენილიყვნენ. და იმახსოვრებს იმ ადამიანებს, რომლებმაც დარჩნენ, როდესაც ყველა სხვა წავიდა. და ეს ხსოვნა, ეს კოლექტიური, ტკივილიანი ხსოვნა, არის ერთადერთი რამ, რაც გრჩება. ერთადერთი რამ, რაც უზრუნველყოფს, რომ ის, რაც მოხდა, არასდროს დაივიწყება. და ერთადერთი რამ, რაც იძლევა იმედს, რომ ერთ დღეს, შესაძლოა არა ჩვენ სიცოცხლეში, მაგრამ ერთ დღეს, სამართლიანობა აღდგება.
მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა რჩება ერთი უკანასკნელი, შეუპასუხებელი კითხვა. კითხვა, რომელიც აწუხებს ათასობით დევნილს ყოველ ღამე, როდესაც ისინი ცდილობენ დაიძინონ. კითხვა, რომელიც აწუხებს ყოველ ადამიანს, რომელმაც დაკარგა ვინმე სოხუმში. კითხვა, რომელზეც პასუხი შესაძლოა არასდროს მივიღოთ, მაგრამ რომელიც უნდა დაისვას, იცოდა თუ არა ნადარეიშვილი, რომ მისი დუმილი ნიშნავდა ათასობით სიკვდილს. და თუ იცოდა, როგორ შეძლო ის ცხოვრება ამ ცოდნასთან. როგორ შეძლო ის ყოველდილით გაღვიძება, ყოველ საღამოს დაძინება, ყოველ დღეს გაგრძელება, იცოდა, რომ მისმა ერთმა არჩევანა შეცვალა ათასობით ადამიანის ბედი. ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი დაკარგულია ნადარეიშვილთან ერთად. მაგრამ ეს არის კითხვა, რომელიც რჩება ჩვენთან, ვინც ვცხოვრობთ მის არჩევანის შედეგებთან. და ეს არის კითხვა, რომელიც ყოველთვის დარჩება, როგორც შეხსენება იმისა, რომ ისტორია არის არა მხოლოდ დიდი მოვლენების თანმიმდევრობა, არამედ პატარა არჩევანების ჯამი, არჩევანების, რომლებიც ადამიანები აკეთებენ იმ მომენტებში, როდესაც არავინ არ უყურებს, როდესაც არავინ არ იცის და როდესაც მათ სჯერათ, რომ მათი არჩევანი არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. ყოველთვის.